ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს ბათუმში. ერთი საქართველოს, ერთი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით დანაშაული 10-დან 17 წლამდე ითვალისწინებს პატიმრობას. მაკა ლაშხია მუშაობს თემაზე და გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. მაკა, უფრო მეტ დეტალს ველოდებით ჩვენგან. სპეცოპერაცია გარდაბანსა და აჭარის რეგიონში ერთდროულად განხორციელდა, რის შედეგადაც დაკავებულია ორი ადამიანი, საქართველოს ერთი და ერთი უცხოეთის მოქალაქე, როგორც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გაერთიანდნენ ეგრეთ წოდებულ ისლამურ სახელმწიფოში, რის შედეგადაც მას უკვე გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ ცალ-ცალკე, თუმცა ჰქონდა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი შემოსვლის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, შესაბამისად მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობდა მათზე მუდმივი კონტროლი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ დადეს ეგრეთ წოდებული ფიცი, ასევე ჩაწერეს ვიდეო მიმართვა, რომელიც გადაუგზავნეს ისლამური სახელმწიფოს ლიდერს და ისინი გამოთქვამდნენ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ შეესრულებიათ მათ მიერ დავალებული ნებისმიერი დავალება. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობა, მობილური ტელეფონები და ასევე სხვადასხვა სიმბოლიკა, რომელიც უკავშირდება ისლამურ სახელმწიფოს. გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში. დადეს ერთგულების ფიცი, ეგრეთ წოდებული ბაიათი, რაც ასახეს ვიდეო ფაილის სახით და გადაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს, რითაც უპირობო მორჩილება გამოუცხადეს მათ. ისინი მზად იყვნენ ისლამური სახელმწიფოს ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკავებულები საქართველოდან მიემგზავრებოდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც უნდა შეერთებოდნენ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული საჯელის სახით 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ უკვე ჩაინიშნება სასამართლოს სხდომა, სადაც იმსჯელებენ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. როგორც უკვე მოისმინეთ, მათ გამოძიება ედავება 322 მუხლით, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას და ტერორისტულ ქმედებაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მადლობა, მაკა ლაშხია იყო პირდაპირ ეთერში.